ვინ მფარველობდა შავ ბიზნესს წლების განმავლობაში და ეკუთვნის თუ არა საწარმო, რომელშიც საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდა, ნამდვილად ბორია გოგიჩაიშვილს. ოფიციალური დოკუმენტებით ეს საწარმო ნამდვილად არის ბორია გოგიჩაიშვილის საკუთრებაში, თუმცა ჩნდება კითხვის ნიშნები ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. შეძლებდა თუ არა წლების განმავლობაში ბორია გოგიჩაიშვილი ამ საწარმოს მუშაობას, ისე რომ არ ყოფოდა ამ საქმეს მაღალჩინოსანი, რომელიც მფარველობდა ამ არაკანონიერ საქმიანობას. არსებული ინფორმაციით, ვინც ამ საქმეს მფარველობდა და წლების განმავლობაში ის იყო ამ შავი საქმის მფარველი, არის ქართული ოცნების ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრები. სწორედ ირკვევა, რომ ეს საწარმო იყო ქართული ოცნების ყოფილი მინისტრის ოჯახის საკუთრება, თუმცა ეს ჯერჯერობით არის დაუზუსტებელი ინფორმაცია. რაც შეეხება თავად სხვა დაკავებულებს, ისინი ამ დრომდე რჩებიან დროებითი მოთავსების იზოლატორში, სულ ცოტა ხანში უკვე ჩაინიშნება საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში პროცესი და საინტერესოა, იტყვიან თუ არა ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდამჭერები იმ პირის ვინაობას, რომელიც წლების განმავლობაში არაკანონიერ საქმიანობას ასრულებდა გორის მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი დაკავებული არის გიორგი კანდელაკი, მას ჯერჯერობით უცნობია თუ რა კავშირი აქვს ამ საქმესთან, რადგან ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. შესაბამისად, გიორგი კანდელაკმა უნდა თქვას დღეს საქალაქო სასამართლოში თუ ვისი დავალებით და ვინ იყო ის მფარველი მაღალჩინოსანი, რომლის დავალებითაც საწარმო წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. გიორგი კანდელაკი გორში არაერთ ბიზნესს ფლობს, მათ შორის მას აქვს რამდენიმე რესტორანი გორში და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ეს ფალსიფიცირებული სასმელი სწორედ მას შექონდა თავის რესტორნებში გასაყიდად. ასევე ჩვენთვის არის ცნობილი ისიც, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობს ახლა ამ სასმელების, რამდენად არის ეს სასმელები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ საფრთხის შემცვლელი, სწორედ ექსპერტიზის მიმდინარეობისას უნდა გახდეს ეს ყველაფერი საჭირო. ერთ-ერთი ადვოკატი იმყოფება ახლა საგამოძიებო უწყებაში, მას უნდა გადასცენ საქმის მასალები, ის ამბობს, რომ ისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავეს არ ცნობს და ამბობს იმასაც, რომ არც ერთ პირს, რომელიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, არ იცნობს, არც ამ საწარმოზე აქვს ინფორმაცია და შესაბამისად მათთვის გაურკვეველია თუ რატომ დააკავეს 35 წლის მამაკაცი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, საერთოდ გამორიცხავს შეხებასაც კი იმ ჯგუფთან, რომელთანაც ერთად გადის ფაქტობრივად ამ საქმეში, ხოლო ტელევიზორით და სახელი და გვარით თუ იცნობს ამ პიროვნებას და ისიც არ არა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ბორია გოგიჩაიშვილი და სხვა პირები ნამდვილად არ იცის, გიორგი კანდელაკი აქვს როგორც მსოფლიო ჩემპიონი და სახელგანთქმული ადამიანი ტელევიზორით მხოლოდ ნანახი. აი, რა ვითარებაში დააკავეს? სახლში, საკუთარ სახლში დააკავეს საღამოს საგურამოში. მასთან არ მომხდარა სახლში არც შრეკა ჩატარებულა, არაფერი, უბრალოდ მოიყვანეს, არის სრულ გაუგებრობაში. ამ საწარმოსთან დაკავშირებით ინფორმაცია ანუ არასდროს ნამყოფი არ არის? არანაირი და ჩვენც ველოდებით ამიტომ მასალებს. საინტერესოა როგორ უნდა დაგვიდასრულოს ბრალდება მან გამოშვება, ან შენახვა, ან გადაზიდვა, ან რეალიზაცია, როდესაც ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტი. ჩვენ ველოდებით საქალაქო სასამართლოში დაკავებული პირების გადმოყვანას, ამის შემდგომ უკვე ჩაინიშნება პროცესი და საინტერესოა, იტყვიან თუ არა იმ მაღალჩინოსნის ვინაობას დაკავებული პირები, რომელიც წლების განმავლობაში ამ შავ ბიზნესს მფარველობდა.